საფხულის საღამოები ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რომანტიკა იღვიძებს, სურვილები იბადება და ყველაფერი უფრო ფერადი ხდება. ეს ის დროა, როდესაც შეგიძლიათ მოიმზადოთ გართობისთვის, შეხვდეთ მეგობრებს ან შექმნათ ისეთი მოგონებები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებთ. მოგესალმებით, ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს შემოგთავაზებთ 11 სუნამოს, რომელიც სწორედ ასეთი მომენტებისთვის არის შექმნილი. ეს სუნამოები არის მსუბუქი, თავისუფალი, ცოტა სექსუალური. ისინი დაგეხმარებიან თავი იგრძნოთ განსაკუთრებულად, შექმნან სწორი განწყობა და ზაფხულის ღამეები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადონ. ამ ვიდეოში უმეტესწილად ხილავთ ნიშ პარფუმერიას, თუმცა შეხვდებით დიზაინერულ და ბიუჯეტურ ბრენდებსაც. წესით საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს, მოწონების შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, არხის გამოწერაც და ზარეზღლაკის გააქტიურებაც არ დაგაუწყდეთ. Bond No. 9 Scent of Peace. Scent of Peace არის ზუსტად ის სუნამო, რომელიც არც ცდილობს ყურადღების მიცემას, თუმცა მაინც იმსახურებს მას. გრილია, სუფთაა, ციტრუსოვანი სტარტი აქვს და შავი მოცხარის არომატიც იგრძნობა. შეიძლება ქრიდ ავენტუსის გაგახსენოთ. შემდეგ ჩნდება ხისფერი ბაზა, ძირითადად კედარი და მუსკუსი. ეს ორი არომატი მთელი სურნელი ინარჩუნდება და არომატს სცემს ელეგანტურობას და ჰაეროვნებას. ეს არის სუნამო, რომელიც შეგიძლიათ ყველგან ატაროთ, როგორც სამსახურში, ოფისში, ასევე პაემნებზე და უბრალოდ სეირნობის დროსაც. არ არის მძიმე, მხრებზე არ გაწევს, არ გხლის. ისეთი ნოტები აქვს, რომ მოწონებადობის ფაქტორით საკმაოდ მაღალი აქვს. მდგრადობა და შლეიფით ციტრუსის კოლობაზე საკმაოდ სოლიდურია, 6-დან 8 საათამდე საშუალოზე მაღალი შლეიფით და მე თუ მკითხავთ, იდეალური ვარიანტი არის როგორც ზაფხულის თხისთვის, ასევე საღამოებისთვისაც. თუ გინდათ სუნამო, რომელიც ჩვენზე ხმამაღლა არ ყვირის, თუმცა სხვებს აგრძნობინებთ თქვენ გემოვნებასა და ელეგანტურობას, Scent of Peace ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ბუშერონის ამბრა და ალექსანდრია. ამ სუნამოში ამბრა მთავარი გმირი, მაგრამ არა როგორც დახუთული და მძიმე, არამედ უფრო ნაზი, თბილი და მოტკბო. ჩემთვის იგრძნობა საკმევლის ნაზი შლეიფი, რომელიც უფრო სერიოზულობასა და სიმყუდროვეს სცენს მოცემულ სუნამოს. თითქოს მზის ჩასვლას შენ და შენი პარტნიორი ერთად უცქერთ. ძალიან მყუდრო და ნათელი სტარტი ბერგამოტის დამსახურებით, ტკბილი ამბრა და ვანილის შუაგული, ოდნავ კონიაკის სიტყვოსთან ერთად და თამბაქოსებრი კრემისებური ბაზა ამ სუნამოს აქცევს ერთ-ერთ საუკეთესო ამბრის არომატად, რომლის გამოყენებაც ზაფხულში შეგიძლიათ. სუპერს ბუდაპეშტის სოხო. ამ სუნამოს ფანი ვარ, როგორც შემატყეთ, ეს არის ღამის ქალაქი ერთ ბოთლში. ვანილი მუქი ყვავილების ბნელი ნოტები, ოდნავ აღმოსავლური, ოდნავ ევროპული, ტემპერამენტიანი და ქარიზმატული. თუ გიყვარს ვიბრაცია, რბილი ტყავი, ოდნავ მუქი ტკბილეული, ეგ არის ნამდვილად ღირსეული ვარიანტი არის და აუცილებლად უნდა შემატო შენ კოლექციას. კლუბის, გართობის, ზაფხულის საღამოებისა და ცოტა თამამი ვაიბების მქონე სუნამოა. ჩათვალეთ ამ სუნამოთი გამორჩეულობის ფაქტორს, ერთიურად გაზრდით, საკმაოდ კომპლიმენტური არომატია, მდგრადობა და შლეიფით ძალიან ძლიერი აქვს, ჩემს კანზე 10 საათზე დიდხანს წლებს ძლიერი შლეიფით და მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი საუკეთესო მოტკბო არომატი არის ზაფხულის საღამოებისთვის. კაროლინა ჰერერას 212. 212 არის კლასიკა, ისეთი კლასიკა, რომელიც არასდროს გვეზრდება. ციტრუსები, მწვანე ნოტები, მეტალური ელეგანტურობა. შეიძლება არც არაფერი განსაკუთრებული იყოს ამ სუნამოში, თუმცა მისი ყველაზე დიდი პლუსი სწორედ ეს არის. ეს არომატი არასდროს გაგიცრუებს იმედს. ზაფხულის საღამოსთვის ისეთ მომენტშია იდეალური, როცა უბრალოდ გინდა ახალი სუფთა სურნელი იგრძნო. იგრძნობა ჩაისა და პიტნის კომბინაცია, რომელიც იდეალურად ხდება ზაფხულს. Byredo's Bibliothek. Bibliothek არის უფრო მეტი ვიდრე სუნამო. ეს არის გამოცდილება. სურნელი, რომელიც მოგითხრობს ძველ წიგნებზე, ტყავზე და ნაზ-ქლიავის ტონებზე. დამაინტრიგებელი და დახვეწილია, არა მძიმე, არამედ უფრო დაბალანსებული. ესაა ის სურნელი, რომელიც გინდა ზაფხულის საღამოს, როცა ცოტა ფიქრისა და სიმშვიდის ხასიათზე ხარ. ეს სუნამო ჰგავს კარგ წიგნს, რომელთანაც სტუმრობა არასდროს გვეზრდება. მიზონქრიველის ჰიბისკუს მაჰაჯად. ეს სუნამო აფრქვევს ეგზოტიკასა და ენერგიას. ჰიბისკუსის წვენი, ცოტა ცივი და მოტკბო, რომელიც ამავდროულად რბილია და გამაგრილებელი. ამ სუნამოსგან არა მხოლოდ არომატის, არამედ გემოს გაგება შეგიძლიათ. სიუხვე ჭარბობს ამ კომპოზიციაში, რომელიც გამაოგნებლად სასიამოვნო და თვალწარმტაცია. თუ გინდათ ისეთი რაღაც, რომელიც მხიარულსა და სიცოცხლით სავსეს გაგხდით, ეს არომატი ნამდვილად შენია. მდგრადობა შლეიფი ფანტასტიკური, 12 საათი, პლუსი უძლიერესი შლეიფით. Parfums de Marlis ლეიტონი. ლეიტონის მთავარი ძალა არის მისი კონტრასტულობა. ვაშლი, ლავანდა და დარიჩინი ერთმანეთს ისე ავსებენ, რომ სუნამო უფრო მრავალმხრივი და მოწონებადია. სუნამო არ ინარჩუნებს ერთ განწყობას, არც ზედმეტად ტკბილია, არც ცივი და ხისტი. სწორი სუნამოა საღამოს გასაცილებლად, როდესაც გსურს, რომ შენით დაინტერესდნენ. ახალგაზრდული და წარმატებული ადამიანის ენერგია აქვს ამ სუნამოს, თითქოს შენც ესეთი ხარ, როდესაც ამ არომატს ატარებ.
ლატაფას Honor and Glory. ეს უნამო არის მათთვის, ვისაც უყვარს გურმანული, ძლიერი და ტკბილი ნოტები. ცხარე სანელებლებით დამუხტული და ამავე დროს ბიუჯეტური. იმის ნაცვლად, რომ ბევრი ფული დახარჯო, შეგიძლიათ ბიუჯეტურად გქონდეთ ისეთი რაღაც, რომელიც შენი ქარიზმის გამოხატულებაა. საღამოს გასასვლელად ან მეგობრებთან შეხვედრისთვის საოცარი კომპანიონია. უგემრიელესი ანანასის ნამცხრისა და ნაყინის კომბინაციაა, რომელიც შარმით არის გაფორმებული. 10-დან 10 ამ სუნამოს. ჟან-პოლ გოციეს სკანდალ აბსოლუ. ეს სუნამო არის ერთი დიდი გართობა. კარამელი, თაფლი, ქლიავი და სითბო. ძალიან ტკბილია, თუმცა ამავე დროს ბრწყინავს. ზაფხულის ღამესაც უხდება, როცა ყველაფერი გინდა იყოს ფერადი და დასამახსოვრებელი. თუ გიყვართ ახალგაზრდული, კომპლიმენტური, ექსტროვერტული არომატები, ამ სუნამოს ხელიდან ვერ გაუშვებთ. მაწიე პრემიე Radical Rose. ვარდის სუნამოზე არ უნდა თქვათ, რომ არ მოგწონთ, სანამ ამ არომატს არ დადესტავთ. Radical Rose სწორედ ამის გამოა გამორჩეული. სხვანაირია, მკვეთრი და მარტივი. არ არის ზედმეტად თბილი ან ყვავილოვანი, არამედ ცოტა მწარე და ცივი. ეს სუნამო მოეწონება მათ, ვინც კლასიკურ ვარდს ეძახის მოძველებულს. ეს არის სუფთა, მარტივი, უზომოდ დახვეწილი, რეალისტური ვარდის სურნელი. ზოგადად ვარდის არომატი რომანტიკასთან ასოცირდება და ზაფხულის პაემნებს აუცილებლად მოუხდება. Les Liquid Imaginaries Blanche Bête. ეს არ არის ის ტიპური თეთრი ყვავილოვანი არომატი, რომელიც დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სუნამოში. Blanche Bête არის რაღაც განსაკუთრებული სუფთა ვანილის, ხისა და მსუბუქი ხილის ნოტების მიქსი, რძისებრ ქოქოსთან და თეთრ ყვავილებთან ერთად. ძალიან დამამშვიდებელი, უგემრიელესი, ძლიერი არომატით ხასიათდება. შეიძლება შეადაროთ როგორც დესერტს, ასევე ქოქოსის მზისგან დამცავ საშუალებას. Ferrero Rocher შეიძლება გაგახსენოთ. ქოქოსი ძალიან უხდება ზაფხულის საღამოებს, არც ეს სუნამოა გამონაკლისი. თუ გსურთ ძალიან ძლიერი, გურმანული, თეთრი ყვავილებითა და რძით დომინანტური არომატი ქოქოსთან ერთად, აუცილებლად უნდა დადესტოთ. იმედი მაქვს თქვენ ციპოვით უამრავ სუნამოს შორის არსებულ ერთ არომატს, რომელიც თქვენ ისტორიას ყველაზე კარგად მოუხდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად გამოვიწერთ ჩემ არხს და ჩავუხთავთ სარესხელაკს. მოწონების შემთხვევაში ვიდეოც დაალაიქეთ. თქვენი აზრები ან სურვილები თუ რასთან დაკავშირებით უნდა იყოს შემდეგ ვიდეო კომენტარებში გამიზიარეთ. სუნამოების შესაძენად ეწვიეთ საიტს pshik.store, TikTok-ისა და Instagram-ის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. მომავალ შეხვედრამდე.